საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მოგესალმებით ობიექტივის სტუდიიდან. დღეს შაბათია და ტრადიციულად 22 საათზე და 30 წუთზე თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას უმუშევრობა, დასაქმება და ხელისუფლება. გადაცემის წამყვანი ვარ თამარ იოვაშვილი, უმუშევართა კავშირის ხელმძღვანელი. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ით, Skype ნემზე ობიექტივი, ან დაგვირეკოთ ტელეფონზე 2 388 105. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ეკონომიკის დოქტორი, პარტია სოციალ-დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი და ქრისტიანულ სოციალიზმის ფრთის ლიდერი ბატონი დავით ადეიშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით. და ჩვენი გადაცემის თემა ქრისტიანული სოციალიზმი. მინდა გითხრათ, რომ 10 აპრილს აქ კინოსახლში ჩატარდა სოციალ-დემოკრატების რეგიონალური კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. და ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თვითმმართველობის რეფორმაზე და სხვა, მაგრამ ძალზე საინტერესო იყო ბატონ დავითის მოხსენება ქრისტიანულ სოციალიზმზე. იმდენად დამაინტერესა ეს თემა, რომ მე გადავწყვიტე დღეს დამპატიჟებია ბატონ დავით სტუდიაში და ერთად ვისაუბროთ აი ამ საკითხებზე. და მინდა პირველი კითხვა დაგისვათ. ცნობილია, რომ სიტყვა სოციალიზმი ასოცირდება კომუნიზმთან, საბჭოთა კავშირთან და ეს ყველაფერი ასოცირდება ღმერთის უარყოფასთან. აი მაშინ როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ორი ცნების შერწყმას, აი ქრისტიანობას და სოციალიზმის? მადლობთ მოწვევისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქრისტიან სოციალისტური ჯგუფი ფაქტობრივად დაფუძნდა მაშინვე, როცა შეიქმნა პარტია სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისათვის. ეს იყო 2010 წელს და მის შემდეგ ფუნქციონირებს. ჩვენი შეხედულებები ჩვენ შევკრიბეთ აი ამ პატარა ბროშურაში და იქ დავაფიქსირეთ როგორც ჩვენი პოლიტიკური ბრწამსი. ეს არის კრებული ჩვენი გამოსვლების საჯარო, ჩვენი დოკუმენტების თუ სტატიების. ახლა რაც შეეხება სოციალიზმს და კერძოდ ქრისტიანულ სოციალიზმს, მე უნდა გითხრათ, რომ თავდაპირველად თავისი წარმოშობით სოციალიზმი სულაც არ იყო ისეთი, როგორც ეს დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია. კერძოდ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის უმეტესად იყო სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებზე, სახარებასა და იუდეურ ქრისტიანულ ტრადიციებზე დამყარებული დოქტრინა და აი ამ სახით არსებობდა. სიტყვა სოციალიზმი პირველად თუ არ ვცდები ინგლისში იხმარეს 1830-31 წლებში, შემდეგ საფრანგეთში დაახლოებით იმავე დროს და როგორც წეგან აღნიშნეთ, ძირითადად ის ქრისტიანული პრინციპებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული დოქტრინა იყო და ძირითადად იმ იდეალებს ემსახურებოდა, რაც ეს ბიბლიაში არის მოცემული. ხოლო მოგვიანებით დომინირება მოიპოვა სწორედ მარქსისტულმა სოციალიზმმა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სოციალისტური მიმართულება. მე მინდა გითხრათ, რომ ისეთი ცნობილი ნაწარმოები, როგორც არის უტოპია, რომელიც მე-16 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, დაწერა თომას მორმა, რომელიც საბოლოოდ რომელიც წამებით აწამეს, მოკლეს, კერძოდ მეფემ თავი მოკვეთა მას და აღიარებული არის წმინდანად. და მისი ეს ნაწარმოები ითვლება ქრისტიანული სოციალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ქმნილებად.
ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ იყვნენ ფრანგი სოციალისტები, საერთოდ ფრანგული სოციალიზმი ითვლებოდა მეცნიერული კომუნიზმის ერთ-ერთ წყაროდ. ისევე როგორც ინგლისური პოლიტეკონომია და გერმანული ფილოსოფია. და აი ამ ფრანგული სოციალიზმის ერთ-ერთი მამამთავარი სენ-სიმონი ასევე იყო ქრისტიანი სოციალისტი, ითვლება ასეთნაირად და მისი ესეთი ფუძემდებლური ნაშრომი ახალი ქრისტიანიზმი იყო სახელმძღვანელო ქრისტიან სოციალისტებისათვის. ნუ ეს რაც შეეხება ისტორიას, რაც შეეხება დღევანდელობას, დღეს ეს მიმართულება უნდა ითქვას, რომ ასევე ცოცხალია და ეს მიმართულება როგორც დამოუკიდებელი, ისე სხვა სოციალისტურ თუ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან განაგრძობს ფუნქციონირებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი არის ეს მიმართულება ლეიბორისტულ პარტიაში ინგლისში, სადაც მათ პარლამენტში წარმოდგენილი ყავთ დაახლოებით თუ არ ვცდები 50-მდე წევრი თემთა პალატაში. უნდა აღნიშნო, რომ ისეთი პრემიერ-მინისტრები ტონი ბლერი, გორდონ ბრაუნი მაგალითად იყვნენ სწორედ ამ ქრისტიან სოციალისტებიდან, ამ ჯგუფიდან, დიახ, ქრისტიან სოციალისტური მოძრაობიდან. ეხლა რაც შეეხება ისევ სახელწოდება მართლაც იწვევს გარკვეულ დაბნეულობას. ეს ცნება დისკრედიტირებული არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ერთგვარ უხერხულობას იწვევს დასავლეთშიც. ყველგან არა, განსაკუთრებით არა ჩრდილოევროპულ ქვეყნებში და დაუშვათ გერმანიაში ან საფრანგეთში, მაგრამ ინგლისში გარკვეულწილად ეს ცნება იწვევს დაბნეულობას ხშირად და აი ეხლაც მიმდინარეობს ძალიან ესეთი მწვავე კამათი იმის შესახებ, რომ ქრისტიან სოციალისტური მოძრაობა შეეცვალოს სახელი, რომ მათ უხდებათ ხშირად ახსნა იმისა, რომ ეს არ იგულისხმება ის სოციალიზმი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც მართლა ეს სახელი ამ სახელს გამოაცალა ის შინაარსი, რომელიც მას თავდაპირველად ჰქონდა და მოკლედ მიდის ამის შესახებ კამათი. თუმცა არ იწვევს კამათს ეს სახელი დაუშვათ ლათინურ ამერიკის ქვეყნებში. ნუ იქ სოციალიზმი არის მეტად პოპულარული მიმართულება პოლიტიკური. რავის, მოკლედ ეს შეიძლება კარგით, მაშინ შემდეგ კითხვას დაგისვათ ბატონ დავით. აი, რა აქვს საერთო მრევლად ყოფნას და პოლიტიკას? ანუ როგორი უნდა იყოს მორწმუნე ადამიანის საზოგადოებრივი პოლიტიკური პოზიცია? და ხომ არ არის პოლიტიკის სფერო დაკეტილი მორწმუნე ადამიანისთვის? ხო, ესეთი კუთხით რომ გამიხილოთ ეს საკითხი. ეს თემაც აქტუალურია როგორც ჩვენში, ასევე დასავლეთში. ნუ ხშირად მიიჩნევა, რომ ეს მორწმუნე ადამიანი არ უნდა იყოს აქტიური საზოგადოებრივად, რომ მის საქმე არ არის იმ ბინძურ თამაშში გარევა, როგორც პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მცდარი, პირდაპირ შეიძლება თქვათ და მე მინდა გავიხსენო ბევრი ქართველი წმინდანი მეფე, რომლებსაც მიყავდათ პოლიტიკა, ხო? პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოებაში უბრალოდ ცხოვრობდე და ის არ გეხებოდეს, რაც ჩვენს გარშემოა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომ ქრისტიანსაც პირდაპირ ევალება, რომ სწორ პოზიციაზე იდგას და თვითონ თავისი საქმით
აჩვენოს მაგალითის ხვებს დაიჭიროს მკვეთრი პოზიცია, როცა ეს დასაჭერია და ამის მაგალითი იყო აი წინა არჩევნებიც, როცა ჩვენი სამომდევლოება მე ვიტყოდი მოწოდების სიმაღლეზე იყო. კეთილის და ბოროტის გარჩევა, თანადგომა მოყვასისადმი ეს არის სუფთა ქრისტიანული ცნებები და ამის გარეშე ვერ დადგება ქრისტიანი. თუ დღეს პოლიტიკა არის როგორც ამბობენ არა სუბტასპერო ბინძურია როგორც ამბობენ მაშინ ჩვენ მით უმეტეს ქრისტიანებს გვმართებს რომ აქტიურები ვიყოთ სწორედ პოლიტიკაში რომ იქ სადაც ასე ვთქვათ სიბნელია სინათლე შევიტანოთ სადაც არ არის სისუფთავე შევიტანოთ და მაგალითი ვაჩვენოთ ამიტომ ქრისტიანი პირიქით აქტიური უნდა იყოს საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრებაში გასაგებია და მაშინ ხომ არ მისცემთ ფორმულირებას აი ძირითად პრინციპებს აი პარტიის და კერძოდ თქვენი ფრთის ანუ ქრისტიან სოციალისტური ფრთის პრინციპებს ანუ რა დევს ისე ვთქვათ გასაგებია ეხლა რით განსხვავდება ეს ძირითადი იმართულება სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმისაგან, რასაც დაუშვათ ჩვენი შეხედულებებისაგან. ნუ თავის საფუძვლებში, როგორც მოგახსენეთ, ეს ჩვენი პარტიის ლოზუნგი თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, ეს პრინციპები ყველა არის ჩვენი პრინციპების თუმცა ცოტა განსხვავებული ინტერპრეტაციით და მოდიფიკაციით. აი ჩვენი პრინციპები, ჩვენი ლოზუნგი არის ძმობა, სამართლიანობა და სრულყოფა. რომ განმარტოთ ეს ყველაზე ზოგად დონეზე ეს ემთხვევა დაახლოებით ემთხვევა იმ თავარ პრინციპებს, რაც ჰქონდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ეს არის თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. დღესაც კი საფრანგეთში ხშირად შეხვდებით ლოზუნგებს liberté, égalité, fraternité. აი ეს ფუძემდებლური პრინციპები ცდილობდა ესე იგი ცივილიზებული სამყარო განეხორციელებია და აი ამ მიმართულებით შეეცვალა საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. აი როგორც ცნობილი წმინდანი ნიკოლოზ სერბი ამბობს საფრანგეთის რევოლუციამ მოახერხა ის რომ თავისუფლების კულტი დანერგილიყო საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი ეს ნამდვილად მოხერხდა არა მარტო საფრანგეთში, მთელ დასავლეთში შეიძლება ითქვას. შემდეგ უკვე რუსეთის რევოლუციამ მოახერხა რომ თავისი უხეში ფორმებით რასაკვირველია, მაგრამ თანასწორობის პრინციპი ასე თუ ისე დანერგილიყო. მაგრამ რაც შეეხება ძმობას, ეს დღემდე არ განხორციელებულა. რატომ? იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე რევოლუცია არ იყო ღმერთთან კავშირში. რომ ძმობა გულისხმობს ერთ მამას, ანუ მამაღმერთს, ღმერთს და ასევე ეს გულისხმობს სიყვარულს. აი სანამ სიყვარული არ იქნება საზოგადოებაში, მანამდე ის საზოგადოება ვერ იქნება სრულფასოვანი და ვერ იქნება მოსაწონი საზოგადოება, ასე ვთქვათ. ანუ ეს სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს
ერთდროულად რომ საზოგადოება სრულყოფილი იყოს და ჩვენი იდეალი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ბატონ დავით ზარი ეთერში, მოდი შემოვიყვანოთ ზარი და მერე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. შეწყდა ზარი უკაცრავად. ვიში შეგვიძლია გავაგრძელოთ. დიახ, ჩვენი პრინციპი, ჩვენი პარტიის არის განვითარება. სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისა და ჩვენც გვაქვს ლოზუნგად სრულყოფა. სრულყოფა ეს ისე იგივე განვითარებას გულისხმობს, განვითარებას, სულიერ განვითარებას უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე მატერიალურ ყოფით საზოგადოებრივ განვითარებას. სრულყოფა ეს არის ქრისტიანის მთავარი მიზანი, მუდმივი სრულყოფა, ყოველდღიური სრულყოფა, ჩვენი ქრისტიანული ყოველდღიური პრაქტიკა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვისწრაფოთ, რომ ჩვენი თავი სრულყოთ და თუ ჩვენ თავს სრულყოფთ, ანუ ავალთ მაღალ საფეხურებზე კიბისა, სხვათა შორის ეხლა იყო კიბის აღწერილის კლემაქსის ხსენების დღე წინა კვირას თუ ეხლა არის მომავალ კვირას ამ დღე ხვალ აი თუ ამ საფეხურებზე ავალთ პიროვნულად მაშინ საზოგადოებაც აი ასე განვითარდება და სრულყოფილი გახდება. აი კიდე ერთი ზარია ეთერში სკაიპით გვიკავშირდება მსმენელი, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. ქრისტიანი პირიქით პოლიტიკურად უნდა იყოს აქტიურიო, ხო? აი აქედან გამომდინარე, რას გაუკავშირებთ თქვენ თვითონ აქტიურობას, ქრისტე მასხოვანის აქტიურობას ცხოვრებაში და როგორ მოუწოდებდა ის მოსახლეობას და ხალხს? აი როგორ გესმით ეს ამბავი? მადლობთ. მადლობ ზარისთვის. საინტერესო კითხვაა ბატონ დავით. ხო, ეს გამოიხატებოდა უწინარეს ყოვლისა იმ მოწოდებაში, რომ ქრისტიანმა უნდა უარყოს თავისი თავი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ღმერთს უნდა ემსახურებოდეს, ღმერთს უნდა სცემდეს პატივს და თაყვანს, ხოლო შემდეგ უკვე თავის მოყვას, თავის მეზობელს, რომელსაც უჭირს, რომელიც დახმარებას საჭიროებს და ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ქმედებას, მოითხოვს აქტიურობას. ბიბლიურად ქრისტე სოციალისტი თავის ბევრი ამას თulis, რომ პირველი სოციალისტი ეს იყო ქრისტე. რა თქმა უნდა, ეს ტიპი პოლიტიკური აქტივობა ქრისტეს არ შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგრამ საზოგადოებრივად აქტიური ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო. ის კურნავდა ესე იგი დაავადებულებს დადიოდა და ხალხს ასწავლიდა ცხოვრებას. ამაზე მეტი აქტიურობა რა უნდა ყოფილიყო. მან გვასწავლა ბიბლიამ ეს გადმოგცა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. და სწორედ ამის ინტერპრეტირება და პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არის ჩვენი ამოცანა, რომ ის რაც გვასწავლა ქრისტემ, ის განვახორციელოთ ცხოვრებაში და უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ბერკეტების საშუალებით. დიდი მადლობა. ბატონ დავით, მე არაერთხელ მსმენია სოციალისტები საუბრობენ კარგ საზოგადოებაზე. აი როგორ გესმით თქვენ, კარგი საზოგადოების ცნება აი მორწმუნე ქრისტიანული ადამიანის თვალსაზრისიდან, ანდა თუნდაც ქართველი მორწმუნე თვალსაზრისიდან. აი ეს კარგი საზოგადოება, როგორ რა თქმა უნდა, ჩვენ ვოცნებობთ კარგ საზოგადოებაზე, აი ოცნებამ გაიმარჯვა ახლა, მაგრამ ეს ოცნება კონკრეტულად რას გულისხმობს? კარგად და მკაფიოდ არ გვაქვს გაცნობიერებული. ის თუ რა არის, რაც ცუდია იმის უარყოფა ერთი
მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა ეს თუ რას უნდა ვესწრაფოდეთ, როგორი უნდა იყოს მართლაც კარგი საზოგადოება ეს არც თუ იოლი საკითხია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ძალიან ფუნდამენტურად რო ვილაპარაკოთ, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის მსგავსად და თავის ხატად. და თუ ეს ასეა, მაშინ ის სამება გულისხმობს თანასწორობას, ერთიანობას და სიყვარულს, ხომ? და ეს თანასწორობა, ერთიანობა და სიყვარული არის სწორედ იდეალი საზოგადოებისა. აი ამის მაგალითი არის ოჯახი. ოჯახში აი ეს კულტია სწორედ რომ იყოს თანასწორობა. ყველა ოჯახში არა ალბათ, იმიტომ რომ არის ოჯახები სადაც არ არის. ხო, რა თუ ეს ასე არ არის, არც საზოგადოებაში არ არის, მაგრამ ჩვენი იდეალი სწორედ ეს არის, რომ ასეთი იყოს საზოგადოება. ეს ყველაზე ისეთ ფუნდამენტურ დონეზე. მაგრამ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, ეს პირველ რიგში გულისხმობს თუ როგორი უნდა იყოს მისი ეკონომიკა, როგორი უნდა იყოს სოციალური წყობა, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ურთიერთ და გარემოს მიმართ, აი ამ კითხვებზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. ნუ ჩვენი გაგებით უზოგადესად ქრისტიან სოციალისტები ჩვენი ფრთა ყველაზე კარგად ესმის სწორედ სოციალ-დემოკრატებს. როგორი მოდელი, ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ქვეყანაში. ანუ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ვეთანხმებით ჩვენ, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული სპეციფიური შეხედულებები გარკვეული საკითხების მიმართ, არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ და უპირველეს ყოვლისა მის სულიერ ზნეობრივ ცხოვრებაში და აი ჩვენ ვართ უფრო კულტურულ ტრადიციონალისტები ვიდრე პროგრესისტები. თუმცა პროგრესისტები ვართ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრების მიმართ. ხო, აი მაგალითად მე ვთვლი რომ ცოტა კი არა საკმაოდ დიდი განსხვავება აი რიგ საკითხებში, აი თქვენ რასაც ძანეთ ახლა კულტურულ ტრადიციულ საკითხებში. აი მაგალითად მე უბრალოდ ახლა რამდენად ეს არის საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენ საზოგადოებაში ეს კითხვა. შეგეკითხებით, აი ჩვენ ვიცით რომ სოციალისტები ესე ზოგადად ძალიან ლოიალურად უყურებენ, აი თქვათ იგივე ჰომოსექსუალიზმის საკითხს და ვიცი რომ თქვენი ფრთა ცოტა სხვანაირად არის აი ამ ყველაფერზე, ანუ სხვანაირად უყურებს, უფრო ტრადიციულად და რა სიტყვით ამის თაობაზე? ნუ რასაკვირველია ჩვენ არა მარტო ამ სფეროში, აი მაგალითად ახლა ლაპარაკია რომ ერთ სქესობრივი ქორწინების და ისე ვიქნებით ლოიალური აი ამ ერთსქესიანი ქორწინების და დარეგისტრირების, რადგანაც მიგვაჩნია რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არ არის ღვთისგან მომდინარე და ეს რაც ღვთისთვის არ არის სათნო და არ არის მისაღები, ის ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები და სათნო. უბრალოდ ეს არ არის ის რაც მისაღები უნდა იყოს. უბრალოდ ეს არის ცოდვა. ჩვენ ვერ ვიქნებით ცოდვის მომხრე, მხარდამჭერი, ლოიალური ამის მიმართ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ეს გავაპროტესტოთ, მხოლოდ სიტყვიერად ვიქადაგოთ, მოუწოდოთ და არავითარ შემთხვევაში ვერ ვიძალადებ. ჩვენ მხოლოდ შეიძლება შევიცოდოთ ეს ადამიანები. და ეს ადამიანების თქვათ მონანიება მიიღო და უთანაგდოთ. გასაგებია, დიდი მადლობა. და ზარი ეთერში გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ყურადღებიანად. ახლა განვითარებული ცხოვრება მიდის და თქვენ არ ხსნით თემას იმაზე, რომ ეს საფრანგეთი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, 5 ჯერ გაატარა გრევა და სისხლი რევოლუცია. 5 ჯერ და ჩემზე კარგად ცხოვრობს და ჩვენ ერთი რევოლუცია ჩვენაში გავაკეთეთ და ძლივს გამოვდივართ ამ ადგილიდან. და არ ვიცი რა იქნება მერე.
და ახლა პროგრესი ისეთი მიდის, რომ დღე და ღამე სულ ამბობთ, რომ როგორ ის ხალხი ცხოვრობს. გუშინ გამოაცხადეთ, რომ ის წიგნი მიეცეს ციხეში, წაიკითხე 12 დღით ისე იგი შემცირდება შენი ნამყოფები ადგილი. ხო, სულ პროგრესი და პროგრესია ყოველ დღე. ახლა მითხარით, როდის ჩვენ გამოვალთ აი ამ მდგომარეობიდან ეკონომიურად განვითარებული ვიქნებით? ეს როგორ უნდა მოხდეს? აი დღეს ვითხარით და ჩვენ ველოდებით თქვენი პასუხი. მადლობთ. როგორ უნდა განვითარდეთ? ანუ როგორი განვითარება გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა ისეთი ჰარმონიული განვითარება, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ჰარმონიულ განვითარებას. ანუ ეს სამი ასპექტი უნდა იყოს თანხმობაში ურთიერთთან. ეს რაც შეეხება ყოფიერებას და მეორე მხრივ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეთნოფსიქისათვის დამახასიათებელი ის თვისებები, რაც ჩვენს ჩვენს იდენტობას უზრუნველყოფს და არ დაგვაკარგვინებს. ეხლა კონკრეტულად როგორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა წარმართოთ, ეს რა თქმა უნდა ვრცელი საკითხია და ეს სხვა თემაა. ჩვენ მოსაზრებით არსებულმა მთავრობამ აიღო სწორი გეზი, როდესაც მან პრიორიტეტები მიანიჭა სოციალურ პრიორიტეტებს. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ეს არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლება. აი ამ მიმართულებით იყო და არის აუცილებელი ძალისხმევა. ამას ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ. მაგრამ არის ნიუანსები, რომლებშიც ჩვენ შეიძლება განსხვავებული ხედვები გქონდეს. ნუ შემიძლია ამაზედაც ვისაუბრო, მაგალითად ჩვენ შეიძლება კრიტიკულად უყურებდეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას საქართველოში, რომელიც არის წინა ხელისუფლების ლიბერტალიანული კონცეფციის განხორციელების მცდელობა დღევანდელ დღეს, რაც ჩვენი აზრით არის დაუშვებელი. ის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ხორციელდება განსაკუთრებით ჰიდროენერგიის სფეროში, ეს არის მცდარი, არამდგრადი და დამანგრეველი, მე ვიტყოდი. არ შეიძლება რომ აი ასე მონომიმართულებით, მხოლოდ ჰიდროენერგეტიკით დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. და ბუნებაზედაც ალბათ რა თქმა უნდა და ეს მცდარი მიდგომა ენერგეტიკისადმი შემდეგ წარმოშობს იმ კონფლიქტებს გარემოსთან, ბუნებასთან, რომელიც არის დამანგრეველი. ეხლა მე არ მინდა ამაზე გავრცელდე, მაგრამ ისეთი მიმართულებები, როგორც არის ალტერნატიული მიმართულებები ელექტროენერგეტიკაში, მისი დაზოგვითი მიმართულებები, მისი დანაკარგების შემცირების მიმართულებები არის ფაქტობრივად ხელუხლებელი და ამ მხრივ ძალისხმევა არ კეთდება. ხოლო იქ სადაც ხდება ექსტენსიური მიდგომა ელექტროენერგეტიკისადმი, რაც იწვევს იმ სავალალო შედეგებს, რომელიც სახეზეა და ეს უფრო და უფრო გამძაფრდება. არ შეიძლება ამის არ დანახვა და არ გაკრიტიკება დღევანდელი აი ამ პოლიტიკის. ერქით ბატონ დავით, კიდევ ერთი ზარი ეთერში. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. შეტყდა ზარი, დიდხანს ველოდებოდნენ. გასაგებია და ეხლა თუ შეიძლება ესე რიგრიგობით რამდენიმე საკითხს მინდა რომ შევეხოთ დღეს და აი ეხლა მინდა რომ შევეხოთ აი შრომის საკითხს.
შრომა როგორი არის აი შრომის როლი თანამედროვე ცხოვრებაში და თუ გავიხსენებთ ეს კი რელიგიური ანუ რელიგიიდან ბიბლიიდან ეს კი ნათქვამი რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანი უნდა შრომით მოიპოვოს უსარსობისა ხომ ესეა მაგრამ დღევანდელ ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხალხი არის დარჩენილი უმუშევრად ეს ხალხი უკვე გამოდის რომ ვერ ასრულებს აი ამ ღვთისნებას და აღთქმას ისე ვთქვათ ძალიან შორიდან თუ დავიწყებთ ადამიანი რომ შექმნა ღმერთმა ესე იგი 60-ში მიიყვანა და დაუდგინა რომ იქ უნდა ეშრომა და მოევლო 60-სადმე ანუ ჯერ კიდევ 60-დან განდევნამდე უკვე მისი ცხოვრების წესი ადამიანის ცხოვრების წესი იყო შრომა უნდა ეშრომა ადამიანს და მით უმეტეს განდევნის შემდეგ მან ეს შრომა კიდევ უფრო დაუმძიმა და თავისი ოფლით თავისი შრომით უნდა მოეპოვებია პური არსობისა ხო ანუ ეს არის ღვთივ დადგენილი წესი თუ ეს წესი არ სრულდება ადამიანი მე ვიტყვი დეგრადირდება აი მაგალითად ცნობილ ეკონომისტ და სოციოლოგ შუმახერს აქვს მოყვანილი ალბერტ კამიუს ესეთი გამონათქვამი რომ თუ ადამიანი არ შრომობს მისი ცხოვრება ყებაო და თუ შრომობს უსულგულოთო მაშინ მისი ცხოვრება იხჩობა და ყდებაო ბატონ დავით შეგაწყვეტინებ შევიყვანო ზარი მე მგონი ვიღაც ძალიან ცდილობს რომ დაგვირეკოს დაგვიკავშირდეს და მე გავაგრძელოთ შრომაზე საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით აი თქვენ ახსენეთ რომ შრომა ბიბლიაში წერია რომ ადამიანი შეიქმნა შრომისთვისო და მაგრამ ალბათ ეთყობა ეს ბიბლია მხოლოდ გამორჩეული ხალხისთვის არის დაწერილი ესე ვგრძნობ იმიტომ რომ ეს და იგივე ხალხის საცდება ეს და იგივე ხალხის ნათესაობა ეს და იგივე ხალხის მეგობრობა და ეს და იგივე ხალხს აქვს ერთი სამსახური კი არა 2 3 4 არის პარლამენტარი არის კომიტეტის თავმჯდომარე არის ფონდის პრეზიდენტი და ასე შემდეგ ესე როგორ როდემდე რამდენი ხალხი არის კაცო დაუსაქმებელი არ შეიძლება რომ თქვა ერთ-ერთი სამსახურზე სამუშაო ადგილი სხვა გადაუნაწილოს იმ კაცმა და მე კიდევ ჩვენ როცა ვირჩევდით 42 როცა მე პირადად შემოხაზე მე არ შემომიხაზია რომ პარლამენტში როცა შევიდოდნენ ისინი დაიწყებდნენ პრეზერვატივების კანონზე პრეზერვატივებზე კანონის მიღებას ასევე ჩოხა ახალუხში იარო სამსახურს და მინდოდა საქმე გაეკეთებინა საქმე და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კანონები მიიღო და რომ ეს ყოფილი ხელისუფლება დაესაჯა და აი ეს კანონები მიიღოთ რაც ხალხისთვის იყოს სასიკეთო დიდი მადლობა მადლობ წარსთვის ნუ მე ესე გავიგებ ქალბატონის შეკითხვა ასე ვთქვათ რომ თუ რა როლი უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს ხალხის დასაქმებაში კი რა თქმა უნდა სახელმწიფოს აქვს უდიდესი როლი დასაქმებული ხო ეს რაღაც კერძო შემთხვევა არის ამაზე არ ღირს გაჩერება მაგრამ სახელმწიფოს როლი დასაქმებაში ყოველ დიდია მით უმეტეს თანამედროვე სახელმწიფოში დაწყებული შრომის კოდექსიდან დამთავრებული იმ ეკონომიკური მაკრო თუ მიკროეკონომიკური პოლიტიკით რომელიც ხორციელდება თანამედროვე სახელმწიფოებში რა თქმა უნდა უდიდესი როლი აქვს იმ გარემოს შექმნას რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას ეს არის სტაბილურობა პოლიტიკური სტაბილურობა ეს არის ის საკანონმდებლო ბაზა რომელიც უნდა არსებობდეს ეს არის ის საგარეო პოლიტიკა რომელიც დაუშვათ ექსპორტს უნდა უწყობდეს ხელს და ასე შემდეგ მაგრამ სახელმწიფო არ არის მარტო
ესე იგი ვერ იქნება მხოლოდ მას შეიძლება გადამწყვეტი როლი უკავია, მაგრამ ამასთან ერთად მე ხომ დავამატებდი იმ ჩამონათვალში ერთ-ერთი უმთავრესი არის განათლება. ანუ თანამედროვე განათლება, თანამედროვე სპეციალობების ათვისება, გადამზადება არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა ჩვენ შეიძლება ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ იმ ფორმით, როგორც ეს არსებობდა გასული საუკუნის 50-იან წლებში, სრული დასაქმებას ჩვენ აღარ უნდა ველოდეთ. და ამის შესახებ მოდით ცალკე ვისაუბროთ. კი ბატონო. ესე იგი, თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზა, თანამედროვე განვითარება, ანუ პოსტინდუსტრიული ეპოქა უკვე ვეღარ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა განვითარებულ ქვეყნებშიც კი რომ შეიქმნას ფორმალური სამუშაო ადგილები, ანუ ადგილები, რომლებიც აი კონტრაქტით დამქირავებელი დაქირავებულს უდებს კონტრაქტს და შემდეგ უხდის ხელფას, ხო? ეს ფორმალური სამუშაო ადგილები. ასეთი ადგილები თანდათან მცირდება. ჩვენთან მაგალითად დღეს როგორც წეღავს საუბრობდით, მხოლოდ 20%-ია ასეთნაირად დასაქმებული. დანარჩენი არის ასე ვთქვათ თვით დასაქმებული ან დაუსაქმებელი. ეხლა ეს თვით დასაქმება ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ესე იგი გაჭირვება რა, ასე ვთქვათ რა. თვით დასაქმება მოიტანა ეპოქამაც რა. მაშინ როდესაც განვითარდა ტექნოლოგიები, განვითარდა ინფორმაციული საშუალებები, როცა არსებობს კომპიუტერი, როცა არსებობს მცირე ტექნოლოგიები, ძალიან დიდი როლი აქვს თვით დასაქმებას. როდესაც ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად იშრომოს, მან შეასრულოს გარკვეული სამუშაო, იყოს კავშირში რაღაც დიდ ბიზნესთან და ისე იყოს დასაქმებული. აი არის ასეთი თეორიები, რომ ესე იგი სიმძიმის ცენტრი გადავა სწორედ საოჯახო მეურნეობებზე და საშინაო მეურნეობებზე, სადაც ადამიანებმა უნდა იშრომონ უფრო თავისუფლად, უფრო დამოუკიდებლად და ეს არის ჩვეულებრივი შრომა. ეს არის ფასეული შრომა, რომელიც არაფრით არ განსხვავდება იმ ფორმალიზებული, ხშირად რუტინული შრომისაგან, დამოკიდებული შრომისაგან და ეს უნდა დაფასდეს. უნდა დაფასდეს. ნუ ეხლა ეს ყველაფერი შესაძლებელია სოფლად და აი ქალაქში როგორ? არა, ქალაქში რატომაც არა. ქალაქში შეიძლება ეწეოდეს ინტელექტუალურ შრომას ადამიანის სახლიდან გაუსვლელად, შეიძლება ისეთ ამას ქმნიდეს, რომელიც შეუდარებელი იყოს იმასთან, რასაც აი ესეთი ჩვეულებრივი ფორმალური დასაქმება ქვია. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაფასდეს ის დასაქმების ის შეხედულებები, რომლებიც დღემდე იყო და მეორე უნდა ფასი დაედოს აი ამ განსხვავებულ შრომას. აი ჩვენი პატრიარქი ყოველთვის მოუწოდებდა აი ამ საშინაო მეურნეობების განვითარების აუცილებლობაზე და შეიძლება ზოგიერთს ეჩვენებოდა, რომ ეს იყო რაღაც ანაქრონიზმი, ძველი შეხედულება. არა, ეს არის ყველაზე თანამედროვე შეხედულება ეკონომიკაში. სწორედ ასე უყურებენ თანამედროვე ახალი ეკონომიკის ასე ვთქვათ, მამები შრომის განვითარებას. აი ეს ელიტარული ტექნოკრატიული ელიტა, რომელიც აი ამ დიდ ეკონომიკაში, დიდ ბიზნესშია დასაქმებული, ეს თანდათან სულ შემცირდება და უმრავლეს ადგილს დაიკავებს სწორედ აი ესეთი შრომა, ინდივიდუალური დამოუკიდებელი თვითკმარი და აქ ეს და უფრო ჰუმანური.
უფრო ადამიანური, უფრო დამოუკიდებელი. თქვენ რაზედაც საუბრობთ, ბატონ დავით, ეს ყველაფერი მე მგონი შესაძლებელია ძალიან სტაბილურ საზოგადოებაში. ანუ იმ ამას შეიძლება გარკვეული განათლება, გარკვეული პოლიტიკა, გარკვეული მომზადება საზოგადოების აქეთ აი ამ მიმართულებით და ეს განვითარებული საზოგადოებების ასე ვთქვათ მომავალია. ასე რომ და სანამ იმ საზოგადოებებში გადაფასება აი ზოგიერთი შრომა არაფორმალური შრომა არ მიიჩნევა ღირებულ შრომად აი დიასახლისის შრომა მაგალითად ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა აი თქვენ თვლით რომ თქვენ ხართ დაუსაქმებელი მაგალითად დიახ მე ვარ უმუშევარი მაგრამ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებთ უბრალოდ ეს უნდა შეფასდეს ეს უნდა დაფასდეს და უნდა გადანაწილდეს კიდე აი შექმნილი სამწუხაროდ ესეა დღევანდელი ეკონომიკა მოწყობილი რომ აი ფული ასე ვთქვათ მონეტარული ღირებულება იქნება მხოლოდ აი ამ დიდ ბიზნესებში და მხოლოდ აი მოწინავე ტექნოკრატიულ არეალებში ხოლო დანარჩენი აი ფულს უშუალოდ ვერ გამოიმუშავებს მაგრამ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება უნდა მოხდეს ამის შეფასება დაფასება და მექანიზმების გამოცემა რომ აი ეს ფული ასე ვთქვათ სამართლიანად და თანაბრად შედარებით თანაბრად გადანაწილდეს როგორ უნდა მოხდეს ეს ამისთვის არსებობს მაგალითად ისეთი ბერკეტები როგორც არის პროგრესული გადასახადები რაც ძალიან ცნობილია აპრობირებულია უნდა არსებობდეს გარკვეული ფონდები იქ რომ განვარტოთ ჩვენ მაყურებელს და რადიოს მსმენელს არ უნდა იყოს ისე რომ მხოლოდ 1% იცხოვროს ფუფუნებაში ხოლო დანარჩენი იყოს აი ესე სიღარიბეში და სიღატაკეშიც კი და იქნებ გავმარტოთ ბატონ დავით აი რას ნიშნავს აი ეს პროგრესიული გადასახადის ცნება ორი სიტყვით რომ უფრო ჩვენი მაყურებლისთვის იყოს უფრო მისაღები და აი ეს ცნება ეს პროგრესული გადასახადი სხვათა შორის ძალიან კარგად შეიძლება ეხმიანებოდეს პავლე მოციქულის ძალიან ცნობილ ფრაზას რომელიც ამბობს რომელიც ეხლავე მოვიტან ამ ციტატას მე თუ მოძებნე კარგად ესე იგი ისე კი არ უნდა იყოს რომ ერთი ფუფუნები ცხოვრობდესო და მეორე არაფერი კონდეს არამედ როდესაც ერთს ჭარბი აქვს უნდა გადაუნაწილოს იმას ვისაც არა აქვსო და შემდეგ როცა იმას ექნება მეტიო იმან გადაუნაწილოს მერე იმას ვისაც აკლიაო ეს ბიბლიიდან მაგრამ პროგრესული გადასახადი აპრობირებულია დასავლეთ ევროპაში აი განსაკუთრებით ეს აქტუალური გახდა ეხლა საფრანგეთში როდესაც დაიბეგრა მე მგონი თუ არ ვცდები 75%-ით გარკვეული შემოსავლის შემდეგ ესე იგი გადამხდელები ეს არის პრინციპში ის რომ უნდა მაგას მოყვა ზუსტად პროტესტი ხომ ეს დეპარდიეს და იმის გადასახადი იზრდება დიახ ანუ გარკვეულ დონემდე გადასახადი შეიძლება საერთოდ არ იყოს გარკვეული დროის მერე და გარკვეული მცირე პროცენტით იბეგრებოდეს ხოლო მაღალი შემოსავალი უკვე მაღალი პროცენტით დაიბეგროს აი ეს არის პროგრესული გადასახადის არსი და ჩვენი პარტია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის ამუშავებს ამ კანონ პროექტს და ალბათ სათანადო ძალიან კარგი იქნება ალბათ ინიცირება ჩვენ ამ კანონ პროექტის ინიცირებას მოვახდენთ ამის კამპანია იქნება ალბათ და შემდეგ დავაყენებთ საკითხს აი საფრანგეთში აი ამ ყველაფერს მოყვა პროტესტი დეპარდიე დატოვა მოქალაქეობა ხო მაგრამ ჩვენ რუსეთში საცხოვრებლად ხო მაგრამ ეს ერთი მაგალითია უმრავლესობა ამას ემორჩილება
იგივე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაღაც პატრიოტული გრძნობები ობამას ადმინისტრაციის მიერ. როგორც წესი ეს არ პროტესტდება. როგორც წესი ეს ხორციელდება და ნებაყოფილობითაც კი ხორციელდება. აი მაგალითად ჩვენი დღევანდელი მთავრობის მეთაური ამას აკეთებდა ნებაყოფილობით. თავს იბეგრავდა წლების განმავლობაში. დიახ. კარგი, კეთილი. და კიდე აი ცოტა დრო დაგჭა ჩვენ გადაცემის დასრულებამდე და მინდა რომ შევეხოთ შემდეგ თემას. აი პარტიის გეგმები და კერძოდ თქვენი ფრთის გეგმები. აი სამომავლოდ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა გეგმები გაქვთ და აი ვიცი რომ ჩატარდა ახლა რეგიონალური კონფერენცია, როგორც მესმის ეს ყველაფერი მიმართულია პარტიის გაძლიერებაზე ალბათ. რასაკვირველია ჩვენ ვაფართოებთ ასე ვთქვათ ჩვენს გეოგრაფიას, რა გავდივართ რეგიონებში, გვინდა დავაფუძნოთ და ფუძდება უკვე რეგიონალური ორგანიზაციები. ჩვენ ალბათ მაისში გვექნება ყრილობა და აი ამ ყველაფერს შევაჯამებთ და ჩვენ ახალ ხედვებს, ახალ პლატფორმას გავაცნობთ ჩვენს ხარდამჭერებს, მომხრეებს თუ დამკვირვებლებს. რა თქმა უნდა, აქტუალურია რეგიონები ახლა, როდესაც უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის რეფორმა, როდესაც დასახული არის დიდი გეგმები სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის და აი აქ ვფიქრობ ჩვენმა პარტიამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, თავისი ხედვები უნდა გააცნოს მოსახლეობას და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება წარმატება. და მე მგონი ეს ინიციატივაც იყო თქვენი პარტიის და პარტიის ლიდერის ბატონ გია ჟორჟოლიანის. თუ ვცდები მე ეს თვითმმართველობის რეფორმა სოფლის კი, ბატონი გია ახლა არის სწორედ რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და მას ძალიან ესე იგი თავისი დიდი წვლილი შეაქვს ამ რეფორმის განხორციელებაში. რაც შეეხება ჩვენ ქრისტიანულ სოციალისტურ ფრთას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი ამოცანები, ჩვენ ჯერჯერობით მაინც თეორიულ საკითხებზე მუშაობთ, ჩვენ გვაქვს სემინარები, ყოველკვირეული შეხვედრები და გვინდა რომ ნელ-ნელა გავფართოვდეთ ჩვენი იდეები, გავიტანოთ უფრო ფართო საზოგადოებაში და მოუწოდოთ მორწმუნე ხალხს, მორწმუნე საზოგადოებას, რომ ჩაებან აი ამ პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად. თუ არა ისინი, აბა ვინ უნდა იყოს პოლიტიკაში ყველაზე ესე იგი რწმენით ახსავსე ხალხი, ყველაზე ჩვენი საზრით წესიერი პატრიოტული ხალხი, ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ამ საზოგადოების არ შეიძლება იყოს გულგრილი იმისადმი, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და მათ უნდა თქვან თავიანთი სიტყვა და უფრო მეტიც გავლენა უნდა მოახდინონ იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. თუ იქნებიან მორწმუნენი პასიურნი, მაშინ მათ ადგილს დაიკავებს ხო, როგორც ამბობენ. ესე იგი იმ წმინდა ადგილს დაიკავებს სხვა ძალა. კარგი. ბილათრო. ბატონ დავით, და კიდევ ერთი ძალიან მწვავე ანუ კითხვა არსებობს მუსირებს ესე ვთქვათ საზოგადოებაში, ეს არის კითხვა აი ბათუმის მეჩეთის აშენების შესახებ. და კიდე ერთი რამ უნდა კითხოთ. აი ვთქვათ სხვა მორწმუნეების ვთქვათ ხალხი, აი ჩვენი მოქალაქეები, მუსულმანები ან სხვა ჯურის ხალხი რა უნდა ქნან? შესაძლოა არსებობს აი მუსულმანური სოციალიზმი მაგალითად ეგეთი რაღაც ან ისლამი ისეთი სოციალისტური კი, როგორ არა, აი მართალია ეს მემარცხენე ქრისტიანებმა
დაიწყეს სწორედ ქრისტიანული სოციალიზმით და ძირითადად ამ ხაზით ვითარდებოდა ეს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, მაგრამ აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეს მოძრაობა მიიღო სხვა სახელი, რასაც ქვია საერთაშორისო რელიგიური მემარცხენეების ლიგა, რომელიც დაახლოებით 200,000 კაცს აერთიანებს. ანუ აქ მუსლიმებიც შედიან და ეს აქტუალური ხდება განსაკუთრებით აი მიგრაციის პირობებში ევროპაში. ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს? ჩვენ საფრანგეთში იგივე ძალიან ბევრი ემიგრანტები აქვთ საფრანგეთში და კი და აქტუალურია მათთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა ჩვენი მრწამსი გვაქვს, ჩვენი შეხედულებები გვაქვს და რადიკალურად შეიძლება განსხვავებული ჩვენი მუსლიმი მეგობრებისაგან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი შეხედულებები უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენი და ჩვენი ათეისტი ძმების. მათი შეხედულებები შეიძლება რადიკალურად იყოს განსხვავებული ჩვენგან და ჩვენ უფრო მეტი გქონდეს საერთო მუსლიმებთან, იუდეველებთან, პროტესტანტებთან და სხვადასხვა ჯურის ქრისტიანებთან. ამიტომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მათთან რაღაც კონფრონტაციულ დამოკიდებულებაში, ჩვენ ამას ასე ვთქვათ, გაგებით ვეკიდებით და ვითანამშრომლებთ კიდევაც მათთან. და ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე რა სიტყვით, თქვენი აზრი მოინტერესებს? ნუ ბათუმში მეჩეთის არის ესე იგი მოსაზრება, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ მაინც და მაინც აზიზიის მეჩეთი არა არის მოსაზრება, რომ საერთოდ აღარ უნდა აშენდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეჩეთებია და აი თქვენ მაინც რას ფიქრობთ ამ თემაზე? ნუ აი ახლა მე პირდაპირ უყურებ აი ძველ მეჩეთს თბილისის ცენტრში და ნუ ტრადიციულად ჩვენ ამას უყურებთ ძალიან რა ვიცი ნორმალურად არა აგრესიულად თუ ეს არის ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების მოთხოვნა ნუ ეს ნორმალურია მაგრამ თუ ამას ექნება რაღაც ექსპანსიონისტური დატვირთვა და რაღაც სხვა მიზნები რა თქმა უნდა ეს მიუღებელია ჩვენთვის ასე რომ ეს საკითხი პირადად ჩვენთვის ძალიან კარგად არ არის ცნობილი მაგრამ ну შესასწავლის საკითხია და იმის მიხედვით სამოქმედო და კარგით დიდი მადლობა და კიდევ ერთი აი ამ ახლო მომავალში აპირებთ თუ ჩატარება ან კონფერენციის ან სემინარის აი თქვა თუ გინდათ შეგვიძლია დავანონსოთ ახლა ჩვენ გადაცემაში ან მოვიზიდოთ ხალხი თუ თქვა აი იქნებ მაყურებელი დაინტერესდეს როგორ უნდა დაგიკავშირდეთ აი თქვა აქვთ სურვილი რომ მიიღოს მონაწილეობა აი ქრისტიანულ სოციალიზმის მაშინ აი ოფისის ტელეფონის ნომერი იქნებ გამოვაცხადოთ ან ოფისის ტელეფონის ნომერი არის 222 36 35 თქვენ შეგიძლია ნახოთ აგრეთვე ჩვენი შეხედულებები ჩვენს ვებგვერდზე, პარტიის ვებგვერდზე, ეს არის www.sdd.ge ეს იქედან თქვენ შეგიძლიათ ციფრულ ბიბლიოთეკაში ნახოთ ეს ბროშურაც ასევე და რაც შეეხება შეხვედრებს ჩვენ მოხარული ვიქნებით და მივესალმებით თუ ასეთი სურვილები იქნება ვისაუბროთ, გავეცნოთ ერთმანეთს, გაუზიაროთ შეხედულებები და ვითანამშრომლოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი მე მინდა შევახსენო ჩემ მაყურებელს, რომ ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარი იყო ბატონი დავით ადეიშვილი, პარტია სოციალ-დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი და ქრისტიანულ სოციალისტური ფრთის ლიდერი. თქვენ უყურებდით და უსმენდით გადაცემას უმუშევრობა, დასაქმება და ხელისუფლება. წამყვანი ვარ მე თამარ იოვაშვილი, უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე. მინდა დაგემშვიდობოთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე, მომავალ შაბათამდე. კარგად იყავით.